თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული საპროტესტო აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურა მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევას კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა. საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მოწმე ექსპერტი ვალერიან მესხი დაიკითხა, რომელმაც ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა. მოწმემ დაადასტურა, რომ ვიდეო კადრებს, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარა, მონტაჟის კვალი აღენიშნებოდა, თუმცა მისივე განმარტებით ამის შესახებ დასკვნაში არ მიუთითებია. ადვოკატი დაინტერესდა, რატომ არასახა ექსპერტმა ეს დეტალი კვლევაში, რაზეც ვალერიან მესხმა უპასუხა, რომ კვლევის შედეგებზე ეს გავლენას არ ახდენდა. ექსპერტიზის თანამშრომელმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ის ვიდეო ჩანაწერი, რომლის გამოკვლევაც მოახდინა, დამონტაჟებული იყო, რომელზეც თავიდან კითხვებზე, ან დასკვნაში არცად არ წერია, იყო თუ არა დამონტაჟებული, ან აღენიშნებოდა თუ არა მონტაჟის კვარი ამ ვიდეო ჩანაწერებს. იმიტომ რომ კითხვაც არ ყოფილა დასმული. იმის თავიდან ასარიდებლად, რომ პროკურატურას გაემართლებინა და დამატებით კითხვაც დაესვათ, რომ მონტაჟის კვალი აღენიშნებოდა თუ არა, თავიდანვე ეხა კითხვით სასამართლო პროცესზე ცდილობენ დაადასტურებინონ, რომ არა მონტაჟის კვალი არ აღენიშნებოდა. თქვაზე არის თუ არა მონტაჟი, როდესაც ორი ვიდეო ჩანაწერის გადაბმა ხდება და ერთსაერთო ვიდეო გრამად გაერთიანება მათი, თქვა რომ კი, იყო თუ არა ეს ვიდეო ჩანაწერები გაერთიანებული სხვადასხვა კადრები, დაადასტურა რომ კი. ერთ-ერთმა ბრალდებულმა ჯანო არჩაიამ სასამართლოს ხდომაზე პროკურორს მიმართა. მაინტერესებს პროკურორისგან რვა თვეა ციხეში ვართ, ერთი დაზარალებული არ მოგიყვანიათ, რომელიც ხელს დაგვადებს. ჩემი გაცინება არ მოგეწონათ თუ რატომ არის, რომ 8 თვეა ციხეში ვართ, უთხრა არჩაიამ პროკურორს. დღევანდელ ხდომაზე ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დაკავებულ 11 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბრალს არც ერთი დაკავებული არ აღიარებს.